Ამ მაღაროში 235 მეტრის სიღრმეზე ბევრი უკრაინელი ქალი ახალ გზას გადის. ოლენა მაღაროელებს ეგებება. ის მუშებისა და ტვირთის გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. ნახე განცხადება, რომ მუშებს ეძებდნენ, დავურეკე და მოვედი. ოლენა აქ წელიწად ნახევარია მუშაობს. საკუთარი თავისა და სხვა მაღაროელების გასამხნევებლად ეს მხიარული სურათები დავხატე, როდესაც დაღლილი მაღაროელები ცვლიდან ბრუნდებიან, მათ უყურებენ და ეღიმებათ. ლიფტიდან ნასტია გვირაბის სიღრმეში თავის სამუშაო ადგილისკენ მიდის. ის საბაგირო ვაგონს მართავს, რომელსაც მაღაროელები კიდევ უფრო ქვემოთ, უშუალოდ მაღაროში ჩაჰყავს. ნათესავები გაოგონდნენ, რადგან ადრე მიწისქვეშ მხოლოდ კაცები მუშაობდნენ, მაგრამ ქვეყანაში ვითარებიდან გამომდინარე, როგორც შეგვიძლია ვეხმარებით. რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა უკრაინის მაღაროებში მუშახელის ნაკლებობა გამოიწვია. მამაკაცების სამხედრო მობილიზაციის ფონზე კერძო კომპანია დიტეკი, რომელიც დნიპროში мაღაროებს ფლობს, მუშახელის დრამატული ნაკლებობის წინაშე აღმოჩნდა. До 22-го року на підприємствах ДТЕК Енерго наших шахтарів 2022 წლამდე DTEK-ის მაღაროებში დაახლოებით 20,000 ადამიანი მუშაობდა. ამ დროისთვის 3,500 ადამიანი უკრაინის შეიარაღებულ ძალებშია. ეს მთელი ერთი მაღაროს თანამშრომელთა რაოდენობის ტოლფასია. Ну, ціла шахта в цілому людей, яка знаходиться зараз на передовій. კომპანიამ ქალების მიღება 2022 წლის ზაფხულში დაიწყო. მას შემდეგ, რაც უკრაინის პარლამენტმა მძიმე და სახიფათო მიწისქვეშა სამუშაოებზე ქალების მუშაობის აკრძალვა დროებით შეაჩერა. Ми проаналізували робочі місця, які ми можемо გამოვყავით სამსახურები, რომელიც ქალებისთვის მიმზიდველი უნდა ყოფილიყო და დავგეგმეთ, როგორ უნდა მოგვემზადებინა ისინი. ახალი სპეციალობების შექმნას დაახლოებით 3 თვე დასჭირდა. ასევე მიზნად დავისახეთ ქალები ფიზიკურად მძიმე სამუშაოებში არ ჩაგვერთო. Все ставили таку задачу, щоб не залучати на важкі якісь там умови праці. ქალები სატრანსპორტო საშუალებებს მართავენ, მაღაროელები სამუშაო ადგილებზე მიჰყავთ, ჰაერის ხარისხს ამოწმებენ და ოლენას მსგავსად სარემონტო სამუშაოებსაც ასრულებენ. დღეს კონვეიერს გორგოლაჭები გამოუცვალეთ, ეს მოვხსენით, ხედავთ რა მდგომარეობაშია და ახალი დავაყენეთ. ქალები ამ სამუშაო ადგილებს ავსებენ, ხოლო კაცები მაღაროს სხვა მონაკვეთზე გადაჰყავთ, სადაც სამუშაო უფრო სახიფათოა და ფიზიკურ ძალას მოითხოვს. ჯალამბარს ვმართავ, რომელსაც გვირაბ გამყვანების მიერ ამოღებული ქვის მასა გადააქვს. ეს ძნელი სულაც არ არის, ეს მანქანას ამოძრავებს. ირინა ამბობს, რომ მისი სამსახური სტაბილური და კარგად ანაზღაურებადია. ამბობს, რომ ეს საშუალებას აძლევს უკრაინის ენერგოსტაბილურობაში თავისი წვლილი შეიტანოს. გულწრფელი რომ ვიყო, ომი რომ არ ყოფილიყო, ამ სამსახურს არ ავირჩევდი, მაგრამ ამ წუთს ყველა უკრაინელი ცდილობს ჩვენს გამარჯვებას დაეხმაროს. ბევრი კაცი მაღაროელი იჰორის მსგავსად ამ დახმარებას მიესალმება. სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში მიყოლებით ორცვლაში მუშაობა გვიწევდა. ახლა განრიგი უკეთესია. მე სტერეოტიპულად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ქალები მაღაროში დიდებულად მუშაობენ. დიტეკის თანახმად, კომპანიის მაღაროებში ახლა 550 ქალი მუშაობს.